ახლა კი შვილოსნობაზე და ენდოკრინულ პრობლემებზე ვისაუბრებთ, არის თუ არა სიმსუქნე ხელშემშლელი ფაქტორი, რომ ორსულობა დადგეს. ეს ნამდვილად ესეა, აუცილებლად უნდა გაირკვეს თუ რით არის გამოწვეული ჭარბწონიანობაო. ორსულობის დადგენის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი არის მეტაბოლური პროცესი. მეტაბოლური პროცესები ხშირ შემთხვევებში ადამიანებს გონიათ, რომ ეს არის მხოლოდ ვიზუალური მდგომარეობა, კოტე და ხშირად ვერ აღიქვამენ სიმსუქნეს თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე და უნდა ვიცოდეთ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი არ გახლავთ დღესდღეობით ინერტული ორგანო და შესაბამისად ის არის და განიხილება უკვე სამედიცინო საზოგადოებაში როგორც ყველაზე დიდი ენდოკრინული ორგანო, სადაც ხდება უამრავი ნივთიერებათა ცვლა და მათ შორის ჰორმონების გამომუშავება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ესტრადიული არსებობს ესეთი სასქესო ჰორმონი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჰორმონი, აბსოლუტურად გეთანხმებით და ქალბატონებში ესტრადიოლის 1/3 გამომუშავდება სწორედ როცხიმოვან ქსოვილში, ხოლო მამაკაცებში 2/3 მთელი ორგანიზმის ესტრადიოლისა გამომუშავდება სწორედ როცხიმოვან ქსოვილში. შესაბამისად, ესტრადიოლის დიდი ოდენობით დაგროვება ქალბატონებში ხშირ შემთხვევაში არის გამომწვევი ანოვულაციის, ანუ საკვერცხეებში ფოლიკულის მომწიფების შეფერხების, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ფოლიკულის მომწიფება უკვე ორსულობის დადგომას, ხოლო მამაკაცებში ესტრადიოლის მატება უკვე იწვევს სპერმატოგენეზის წარმოქმნის დაქვეითებას, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს უშლის განაყოფიერებას, ხომ? ამიტომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად მეტაბოლურ სინდრომზე და ფერტილობაზე, ანუ უშვილობაზე, არ განიხილება მხოლოდ ქალის ჭარბიწონა და მეტაბოლური დარღვევები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განიხილება მამაკაცის ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებაც, ხო? თუმცა გარდა იმისა, რომ მეტაბოლური სინდრომი არის ერთ-ერთი მიზეზი, ფაქტორი უშვილობისა არის სხვა ენდოკრინული ჯირკვლებიც, მათ შორის, რა თქმა უნდა, ფარისებრი ჯირკვალი, რომლის შესახებაც საზოგადოებამ უფრო მეტი იცის, ეგრეთ წოდებული ჩიყვის არსებობის დროს, მაშინ, როდესაც არის ჰორმონალური ბალანსი დარღვეული, ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ჩვენს ორგანიზმში უშვილობის წარმოქმნის, ვინაიდან ფარისებრი ჯირკვალი უზრუნველყოფს ზოგადად მთელ მეტაბოლური პროცესების ნორმალურ წარმართვას ჩვენს ორგანიზმში. მადლობა ლაშა, ძალიან კარგად ახსენი მნიშვნელობა ცხიმოვანი ქსოვილის ორგანიზმში და ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი, გარდა იმისა, რომ სიმსუქნე ზოგადად პრობლემაა. სიმსუქნე და ორსულობა არის ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის თემა და აქვე უნდა ვთქვათ, რომ კატეგორიულად დაუშვებელია სიმსუქნის თვითნებური მკურნალობა. ექიმის გარეშე შერჩეული კვებითი რეჟიმები, თვითნებურად დანიშნული გასახდომის საშუალებები. ამან შესაძლოა ძალიან სავალალო შედეგებამდე მივიყვანოს, რაც შემდგომში უკვე ვეღარ გამოსწორდეს. მოკლედ, როგორ მართოთ სიმსუქნე და ორსულობა. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კლინიკა GGRC-ის ენდოკრინოლოგი, ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრი ნია მეტონიძე და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC-ის კლინიკური დირექტორი პროფესორი ნინო მუსერიძე. მოგესალმებით ნინო, ნია, მადლობა მოგზაურობისათვის. თქვენგან დავიწყებთ ნინო, თუ შეიძლება პირველ კითხვას, რამდენად დაკავშირებული არის ჭარბიწონა და მეტაბოლური სინდრომი უშვილობასთან? არის თუ არა პირდაპირი კავშირი და ართულებს თუ არა ორსულობის დადგომას ეს პრობლემა? დიდი მადლობა მოწვევისთვის, რაც თავარია, ძალიან საინტერესო თემა, მე მგონი ძალიან ბევრისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. დღევანდელ დღეს ჭარბიწონა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გადასული ვართ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მაინც სამწუხარო რეალობა, მაგრამ ჭარბიწონა პრობლემას წარმოადგენს და ყოველთვის როცა შემოდის პაციენტი და ვეუბნებით, რომ წონა რა შუაშია წონა რეპროდუქციასთან და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს, როცა არის ბუმი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ზოგიერთი ენდოკრინოპათიის სამკურნალო წამალი, თურმე უშვილობის წამალი ყოფილა, ეს ასე არ არის. არ ეხმარება დაორსულებაში, ეხმარება მეტაბოლური სინდრომის დარეგულირებაში, ინსულინორეზისტენტობის დარეგულირებაში და შემდგომ უკვე მეორადად, როდესაც დარეგულირდება მთელი ჰორმონალური სისტემა, ალბათ მოხდება სწორედ ის, რაც არის ნორმალური ოვულაცია, ნორმალური ჰორმონალური სპექტრი ქალის ორგანიზმისა და ჩვენ ნიასთან ერთად რომელიც არის ენდოკრინოლოგი GGR-ში, ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ყველა პაციენტთან მიმართებაში შეგვიძლია ავუხსნათ პაციენტს, რომ ჭარბიწონა არის პრობლემა და არა მარტო ჭარბიწონა, რეალურად, როცა წონის დეფიციტია, ქალი ესეც დიახ, რა თქმა უნდა. არის მოკლედ
ორგანიზმი, რომელსაც სჭირდება ცხიმი გარკვეული რაოდენობით, იქიდან გამომდინარე, რომ ის მონაწილეობს მეტაბოლიზმში და საკვერცხის ნორმალურ ფუნქციონირებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორც ჭარბი-წონის პაციენტს შეიძლება ჰქონდეს პრობლემა უშვილობასთან მიმართებაში, ასევე წონის დეფიციტის დროს და კვებითი პრობლემების დროს, კვებითი აშლილობის დროს, ანორექსიის დროს შეიძლება იყოს ის, რომ ციკლის დარღვევა იყოს და უშვილობის პრობლემა იდგეს ასევე. დღესდღეობით ნინო გამოჩნდა ასევე სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი სტატია იმის შესახებ, რომ GLP-1 აგონისტები და ბეიბი ბუმი დაარქვეს და აქ იყოფა, რა თქმა უნდა, ექსპერტების მოსაზრება ორად არსებობს ჯგუფი ადამიანების, ქალბატონების, სადაც ვთქვათ რა თქმა უნდა წონის კლების ფონზე მოხდა დაორსულება, სადაც იყო ფერტილობის დიაგნოზი, თუმცა ასევე გამოჩნდა ჯგუფი პაციენტებისა, სადაც იღებდნენ კონტრაცეპტივებს, ანუ ორსულობის საწინააღმდეგო აბებს და იყენებდნენ ასევე GLP-1 აგონისტებს და ამ დროსაც მაინც მოხდა ორსულობა, სადაც გამოთქმული არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ფერმენტაციაზე მოქმედებს GLP-1 აგონისტები თითქოს და კონტრაცეპტივის შეწობას უშლის ხელს და ამის გამო მოხდა მოკლედ აღნიშნულ პაციენტებთან ორსულობა, თუმცა ეს კვლევის საგანი არის და ალბათ მალე მოგვაწოდებენ ამის შესახებაც ინფორმაციას და როგორც ნინომ აღნიშნა, მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ იმას, რომ აღნიშნული პრეპარატები ნამდვილად არ არის უშვილობის სამკურნალოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აღნიშნულ მედიკამენტებს ხშირ შემთხვევებში თვითნებურად პაციენტები იყენებენ თუნდაც მეტაბოლური სინდრომის სამკურნალოდ და ამიტომ ნიასთან მექნება ამ შემთხვევაში მომდევნო კითხვა. ხშირ შემთხვევაში ნია ყოველდღიურ პრაქტიკაში, მაშინ როდესაც მოდიან პაციენტები, მათ არ იციან ცხიმოვანი ქსოვილის, ესე ვთქვათ, ენდოკრინული ფუნქციის შესახებ და ცხიმოვან ქსოვილს და ჭარბწონას ზოგადად უყურებენ როგორც ვიზუალურ მდგომარეობას და ვერ აღიქვამენ როგორც დაავადებას, ხო? რამდენად ხშირი არის ყოველდღიურ პრაქტიკაში, როდესაც გვიწევს პაციენტებთან იმის ახსნა, რომ ცხიმოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს ესტროგენებს, რომლებიც პასუხისმგებელი არის სწორედ რომ რეპროდუქციულ სისტემაზე. ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როდესაც მოდის პაციენტი ჭარბი წონით, ნუ გვიწევს ამის ახსნა თუ ეს არ არის მხოლოდ ესთეტიური პრობლემა, ხო, ჭარბი წონა, ეს არის, თქვათ, ამ დროს ვითარდება მრავალი მეტაბოლური დარღვევები, იგივე ინსულინის სტენტობა, ეს იწვევს საკვერცხის პოლიცისტურ სინდრომს და თვითონ ცხიმი, რომელიც გროვდება, შიგნით, ანუ თვითონ ცხიმი არის ჰორმონალურად აქტიური ქსოვილი, ხო, აქ ხდება ესტროგენის წარმოქმნა და სწორედ ამიტომ არის, როგორც ხალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის წარმოადგენს პრობლემას, ზოგადად ეს სიმსუქნე. ძალიან ასევე მნიშვნელოვანი არის საკითხი, მაშინ როდესაც ჭარბი წონით ან სიმსუქნით დაავადებული პაციენტის ორსულობა დგება და ჯერჯერობით ესეც კვლევის საგანი არის, რამდენად ახდენს ზეგავლენას ნაყოფზე, ანუ ნაყოფის ჯანმრთელობაზე უკვე ზრდასრულ ასაკში. რა თქმა უნდა, ზოგადად ორსულობის დროსაც მრავალი გართულება ახასიათებს თვითონ სიმსუქნეს, როგორც არის თქვა გესტაციური დიაბეტი, პრეეკლამსია, ამიტომაც უმჯობესი არის თქვა, რომ წონა მოწესრიგდეს და შემდგომ დადგეს ორსულობა, თუმცა ნუ ამ თუ დადგა უკვე ორსულობა თქვა და იმართა ეს ორსულობა ნორმალურად, ამ შემთხვევაში თვითონ მეტაბოლური დარღვევის განვითარების რისკიც ახალშობილში და უკვე დასრულ ასაკში გაცილებით მეტი არის ესეთ ახალშობილებში. ვიდრე თქვათ ისეთ ახალშობილებში, რომელსაც მშობელს ქონდა ნორმალური სხეულის მასა. ამიტომ ეს ჯობია, რომ თქვათ წინასწარ მოწესრიგდეს სხეულის მასა და შემდგომ უკვე დადგეს ორსულობა. ეს იქნება ბუნებრივი ორსულობა თუ ეს იქნება ინვიტრო განაყოფიერება. მადლობანია ნინო, ინვიტრო განაყოფიერება და ორსულობა. თქვენ ამზადებთ პაციენტს სპეციალურად წონაში კლების რეკომენდაციას აძლევთ თუ ჭარბწონაზე იწყებთ მუშაობას ინვიტრო განაყოფიერებაზე? ინვიტრო განაყოფიერება ეს კიდევ უფრო მეტი რისკია, როდესაც ვსაუბრობთ ორსულობასთან მიმართებაში. ეს არის მაღალი რისკის ორსულები, ნამდვილად და ჩვენ ისედაც გვაქვს ძალიან ხშირად მედიკამენტოზური მკურნალობით მიწისფრელი ორსულობა პრაქტიკულად და რეალურად რისკი პრეეკლამსიის და უშუალოდ იქ განვითარებული ჰიპერკოაგულაციის და ასე შემდეგ ყველაფერია, იმიტომ რომ პრეპარატებზეა სულ პაციენტი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წონით არ შევიდეთ ორსულობაში, რადგან
ამისგან მე ნიას ძალიან დიდი საქმე უჩნდება იმაზე, რომ აი გესტაციური დიაბეტი საკმაოდ დიდი პრობლემაა ორსულების მართვის დროს და მით უმეტეს ასეთი გზით მიღწეული ორსულობა, რომელიც ნანატრია რეალურად კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის იმ დროს, როდესაც ნადრევი მშობიარობა არის პრობლემა იმისა, რომ პრეეკლამპსია ვითარდება ხშირად და წარმოიდგინეთ ჩვენ ისედაც მაღალი რისკის გვყავს, იმიტომ რომ 40+ ორსულები გაცილებით უფრო მეტი გვყავს ვიდრე ბუნებრივი ორსულობის შემთხვევაში და წარმოიდგინეთ, რომ კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნით ახალშობილისთვის, სამშობიარო სახლისთვის, თვითონ ორსულისთვის, აქედან გამომდინარე, ორსულობა არ არის მარტივი პროცესი, ასე რომ ვთქვათ და ყველას გონია რომ ერთხელ რო დაორსულდება და იმ დადებით ტესტს დაინახავს, ეს არის ყველაზე მთავარი, არა, ეს არის მთავარი, როდესაც შენ დაიჭერ უკვე ბავშვს ხელში და რეალურად ხარ ჯანმრთელი დედა და ყავს ჯანმრთელი შვილი. სხვა ენდოკრინოპათოლოგიებსაც რო შევეხოთ, ანუ გარდა მეტაბოლური სინდრომისა და სიმსუქნისა, ხშირ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რომელიც საქართველოში საკმაოდ არის გავრცელებული, ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი არის ორსულობის დადგომის. ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მთელი ორგანიზმისთვის და რეპროდუქციული სისტემა არის გამონაკლისი. მნიშვნელოვანი არის, რომ ჰორმონალური ფონი ფარისებრის იყოს მოწესრიგებული, როგორც ბუნებრივი ორსულობისთვის და მით უმეტეს ინვიტრო განაყოფიერების წინ ჰორმონალური ფონი უნდა მოწესრიგდეს. ასევე ორსულობის დროსაც ძალიან მნიშვნელობა აქვს თვითონ უკვე ფარისებრის მართვას, რა თქმა უნდა, რომ ჰორმონალური ფონი უკვე ნაყოფზეც ახდენს გავლენას შემდგომ. დიახ და ამიტომაც სწორედ უნდა უთხრათ ჩვენ მაყურებლებთ, რომ სახელმწიფო პროგრამაში არის აუცილებელი რუტინული კვლევა ორსულობის მე-13 კვირაზე ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოკვლევა, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს ნაადრევად დაავადების გამოვლენებას თუ არის მსგავსი, რომ შემდგომში ორსულობის მართვა იყოს ბევრად უფრო მარტივი გინეკოლოგისთვის. მადლობა ლაშა. ნინო, მამაკაცი და ქალი ჭარბი წონა. მარტო ქალს არ აწუხებს ეს პრობლემა და რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცისათვის ამ გენერაციული ფუნქციის შესასრულებლად მისი წონის რეგულირება და ამასთან ყურადღებით მოქცევა. მიაჩნიათ, რომ ქალია ყველაზე დიდი პრობლემა, ქალისთვის არის წონა პრობლემა, ოჯახში ყველგან, ანუ სოციუმში ზოგადად. და აქედან გამომდინარე, რატომღაც მამაკაცი არ იცვლება, როდესაც მოდის მამაკაცი, მინდა გითხრათ, რომ თუ არის ჭარბი წონა და არის ინსულინორეზისტენტობა, არის შაქრიანი დიაბეტი, თუ რაიმე პრობლემა ამ მხრივ ენდოკრინული არის მამაკაცებში, პრაქტიკულად 100% შეიძლება ითქვას, რომ ის მოქმედებს გენერაციულ ფუნქციაზე. ანუ სპერმატოგენეზზე მოქმედება პირდაპირ პროპორციულია როგორც წონის, ასევე ინსულინორეზისტენტობის, ასევე დიაბეტის შესაბამისად. მამაკაცებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრაქტიკულად, ესე იგი მორფოლოგიაზეც მოქმედებს, ასევე განაყოფიერების უნარი ხშირად არ აქვს ასეთ სპერმას და ძალიან ლაბილურია ამ დროს სპერმოგრამა. რეალურად ხდება ასეთი რამ, რომ შეიძლება დღეს იყოს ნორმა და ხვალ იყოს 0. ანუ ასეთი ტიპის ვარდნა სპერმოგრამაში გინდათ მორფოლოგიის, გინდათ რაოდენობრივი, ხო? ყოველთვის არის შაქრიანი დიაბეტი, ან ინსულინორეზისტენტობა და დაურეგულირებელი მეტაბოლური სინდრომი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცებში. ხშირ შემთხვევაში, მაშინ როდესაც წყვილი მოდის ხოლმე, ხშირად მამაკაცებს გონიათ, რომ რადგან ეაკულანტი არსებობს, ეს ცალსახად და 100% ნიშნავს იმას, რომ სპერმატოზოიდები იქნება შიგნით, მაგრამ ამას ჭირდება განსაკუთრებით სიმსუქნის და გენეტიკურად მატარებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში კვლევა სპერმატოზოიდების სიცოცხლის უნარიანობა, იქ რამდენად არის მათი, ესე ვთქვათ, ცოცხალი რაოდენობა, ხო, ეაკულანტში. ამიტომ ხშირად მოკლედ ალბათ ჩვენი საბოლოო რჩევა იქნება ოჯახისთვის, წყვილისთვის ის, რომ თუ მათ აწუხებთ ჭარბი წონა და სიმსუქნე, როგორც დაავადება და აქვე უნდა ვთქვათ, რომ სიმსუქნე ეს არის დიაგნოზი და არანაირ ესე ვთქვათ ბულინგის შემცველ სიტყვას არ მოიცავს. სიმსუქნე ეს გახლავთ დაავადება და ამიტომ თამამად საუბრობთ ამაზე და თუ აწუხებთ ჭარბი წონა და სიმსუქნე, აუცილებლად ორივე შემთხვევაში უნდა იყოს გარკვეული დიაგნოსტიკა ჩატარებული იმისათვის, რომ სრულფასოვანი ოჯახი შედგეს და საბოლოო ჯამში დადგეს ორსულობა. და
ერთი კიდევ დავამატოთ ფარისებჯერ ყველთან მიმართებაში, ძალიან ხშირად და აი ორი ენდოკრინოლოგი ხართ აქ და მეც მინდა რომ აღვნიშნოთ და თქვენც აუხსნათ პაციენტს ის რომ ნახეთ ძალიან ხშირად ამბობენ რომ ტრანსფერი არ უნდა გაკეთდეს, ან ინვიტრო განაყოფიერება არ უნდა ჩატარდეს თუ არ არის 2-ზე დაბლა TSH-ი, ანუ არ ვიცი საიდან მოვიდა ეს მითი, ანუ ნამდვილად იქიდან გამომდინარე რომ ეს ნორმებიც დადგენილია და რატომ უნდა ვიწვალოთ იმისთვის რომ ნორმაში მქონდეს და კიდევ დავწიო და უშვა TSH-ი, ეს ხო ჩემი ორგანიზმის ნორმა, ესეც რო ვუთხრათ პაციენტებს იქიდან გამომდინარე რომ მე არ ვიცი სოციალურ ქსელში ამაზე იმდენს წერენ რომ არ შეიძლება ტრანსფერი უნდა დავარეგულიროთ და არ შეიძლება ინვიტროს გაკეთება დარეგულირებულია და რაც დარეგულირებულია მე მგონი რომ არ სჭირდება ამაზე მეტი რეგულაცია. აგრეთვე ისიც რომ არსებობს გარკვეული მდგომარეობები, როდესაც თირეოტროპული ჰორმონი ავტონომიურად თვითონ არის შედარებით უფრო მაღალი, მაგრამ თავისუფალი თიროქსინი, ანუ თვითონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი არის აბსოლუტურად იდეალურ ნორმაში, რაც მნიშვნელოვანი არის სწორედ განაყოფიერების თვალსაზრისით, ხო? ამიტომ ხშირ შემთხვევაში სწორედ რომ თირეოტროპული ჰორმონი არ არის მარკერი, მნიშვნელოვანი მარკერი, განსაზღვროთ მკურნალობის დაწყება თუ არ წება ჰორმონოთერაპიით. ვაშა დამეთანხმები რომ GGRC როგორც ყოველთვის წარმოდგენილია სრულფასოვნად პაციენტზე ზრუნვის სერვისით, არა მარტო ჭარბიწონა, არამედ ბევრი სხვა პათოლოგია, რომელიც ამ დროს მნიშვნელოვანია და GGRC-ში ეს ყველაფერი კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს თანამედროვე სამყაროში. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა ნია მოგზაურობისთვის წარმატებებით. მადლობა.